ყველაზე საუკეთესო შურისძიება არ იყო შენი მტრის მსგავსი. ეს მარკუს ავრელიუსის სიტყვებია, რომელიც უკვე წლებია ჩემს Facebook-ზე მიყენია. ალბათ ყველას გიგრძნიათ წყენა, ღალატი და თქვენი პირველი რეაქცია იგივე მონეტით პასუხი იყო. მაგრამ რა მოხდება, თუ კი გეტყვით, რომ საუკეთესო შურისძიება გაცილებით ძლიერი საშუალებაა, ვიდრე უბრალოდ განრისხება ან საქმეების გარჩევა. სტოიკოსებს ჰქონდათ პასუხი, რომელიც მტერს ძალაუფლებას ართმევდა და ისეთ სიმაღლეზე აჰყავდათ ადამიანი, სადაც ვერავინ მიწვდებოდა. ხშირად შურისძიება ცუდი საქციელისთვის საფასურად მიიჩნევა, სამართლიანობის აღდგენად, მაგრამ სტოიციზმი გვასწავლის, რომ ნამდვილი ძალა შურისძიებაში კი არაა, საკუთარი თავის მართვაშია. იმის ნაცვლად, რომ ენერგია იმათ წინააღმდეგ დახარჯოთ, ვინც გაწყენინა, წარმოიდგინე, როგორ გარდაქმნია ამ ტკივილს შეუჩერებელ პიროვნულ ზრდად. სტოიკოსები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობდნენ. პირველი, გულგრილობა უმაღლესი ძალაა. როცა ვინმე ტკივილს გაყენებს, ის შენს რეაქციას ელოდება და შენი ტკივილით იკვებება. როგორც კი საკუთარ გრძნობებს მათზე ძალაუფლებას წაართმევ, ის მარცხდება. უბრალოდ გააგრძელე გზა, მიეცი საშუალება საკუთარ ბოროტებაში ჩაიხრჩო. შენ კი ამ დროს უფრო მაღლა ადიხარ. მეორე, წარმატება ყველაზე ხმამაღალი სიჩუმეა. სტოიკოსები ამბობდნენ, რომ ნამდვილი შურისძიებაა ის, რომ კარგად ცხოვრო. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც შენი არ სჯეროდა. ხედავს, როგორ აღწევს წარმატებას. თან მის გარეშე. ის ელოდება შენ დაცემას. შენ კი პირიქით, უფრო მაღლა ფრინავ. აჩვენე, რომ ისინი არასდროს ყოფილან წინაღობა. არამედ მხოლოდ და მხოლოდ გაკვეთილი. მესამე, გააკონტროლო ყველაფერი, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია. ეპიქტეტე ამბობდა, თავარი ის კი არ არის, რაც შენ თავს ხდება, არამედ ის, თუ როგორ იაგირებ. შენ არ გაქვს ძალაუფლება სხვა ადამიანების საქციელზე, მაგრამ გაქვს ძალაუფლება საკუთარ რეაქციებზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ძველ წყნებზე ფიქრს იწყებ, მას შენ გონებაში ადგილს უთმობ. დაიბრუნე ძალაუფლება და იზრუნე იმაზე, რომ უკეთესი იყო. მეოთხე, მართე შენი ემოციები, მართე შენი ცხოვრება. ბრაზი წარსულთან გაჯაჭვებს, ხოლო თვითკონტროლი თავისუფლებაა. სტოიკოსები სწავლობდნენ, არაფერი ეგრძნოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც აწყენინა. ისინი ყოველთვის შვიდები, შეუდრეკელნი და გულგრინები რჩებოდნენ. შენი მდუმარება ყველაზე ხმამაღალ სიტყვაზე ხმამაღალია. რაც უფრო ნაკლებს განიცდი, მით უფრო ძლიერი ხდები. მეხუთე, იცხოვრე ისე კარგად, რომ თქვენი ბოროტის სურვილნი უმნიშვნელონი გახდნენ. საუკეთესო შურისძიებაა იცხოვრო ისეთი სრული ცხოვრებით, რომ შენი მტრები შორეულ წარსულში დარჩნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ გატყდებოდი, მაგრამ შენ აღმავლობას განიცდი. ეს არის სტოიკოსების გზა. შენ არა მხოლოდ შორდები მათ, არამედ მათზე მაღლა ადიხარ. და ბოლო, მეექვსე, შენი სიწყნარე და სიმშვიდე მათი მარცხია. ყველაზე დიდი შურისძიება მათ კი არ ეხებათ, არამედ შენ გეხება. რაც უფრო მშვიდად ცხოვრობ, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვთ მათ საქციელს. და როდესაც მათ ყურადღებასაც კი აღარ აქცევ, აი სწორედ მაშინ გაიმარჯვე.